Kimchi. ჩვენ დღეს გავაკეთებთ სუბუქ ვარიანტს, რომელიც დილით გაკეთებულ საღამოთი მივირთმევთ. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 20 გრამი ჯანჯაფილი, მწვანე ხახვი, ცოტა, ერთი კონა პატარა, ერთი თავი ხახვი. აქ მაქვს 20 გრამი შერეული წითელი წიწაკა და პაპრიკა. ნუ მარტო წითელი წიწაკა მიდის, მაგრამ ჩემს გარდაც ხო ჭამენ, მირთმევენ, არა. ხო, მიყვარს ხარე. 80 მილილიტრი სოია სოუსი, 3 კოზი ფქვილი, ხორბლის ფქვილი. შეგვიძლია ავიღოთ ბრინჯის ფქვილი, კლად აუთენტურობისთვის, მაგრამ მაშინ სოია სოუსი უნდა შევცვალოთ თევზის სოუსით. ამიტომ ჩვეულებრივი სოია სოუსი, ჩვეულებრივი თეთრი ფქვილი, ხორბლის, დაახლოებით 10 კვილი ნიორი, მსხალი, 5 სუფრის კოზი მარილი, ჩინური კომბოსტო. ეს არის 2 კილოიანი კომბოსტო. აი ესე, დაახლოებით მე-13-დან ჩავჭრათ, ეგრე. და მეორე მხრიდანაც ესე ჯვარედინად ესე იჭრება. და გამოგვივა მეოთხედები. აი ესეთი მეოთხედები. ხა მაგებს დავჭრით დაახლოებით აი ესეთ ზომებს. 5-7 სანტიმეტრის ნაჭრებად. თან გადმოვიტანოთ ეგრევე ჯამში. მოსარევადაც ეს უფრო კომფორტული იქნება ნახევარ-ნახევარი. ახლა უნდა დავამარილოთ. ზედმეტი არ მოგივიდეს. ვატონო. მამიდა. თან კარგად მოურიოთ. ეხლა დავადოთ თებში. და ზემოდან რამე ცოტა წონა. ანუ ესა ხო რამე წონადი, ან კილა წყლით, ან რამე ეგეთი ჭიქაც, ხო წნეხი. წნეხის ქვეშ ვამყოფოთ. 2 საათი ესე უნდა დავაყოვნოთ. ეხლა დავჭრათ ერთი მსხალი. რატომ მსხალი? ნუ შედარებით კბილი ხილია, შეგვიძლია ასევე გამოიყენოთ შაქარი ჩვეულებრივი, ან ჩავანაცვლოთ ხილით. გავაცალოთ კანი. ესეთ ნაჭრებად დავჭრეთ, რომ ბლენდერს არ გაუჭირდეს. ხახვი. ჯინჯერი. ეგეც ცოტა დავჭრეთ, იმიტომ რომ ნიორი. ასევე დავჭრეთ მწვანე ხახვი. ჯამში. გავხსნათ ჯერ ფქვილი წყალში. კოშტები რო არ შეიკრას. ვაცადოთ გაციება. გადმოვიტანოთ ეს დაჭრილ ხავთან. პოსტნეული. სოია სოუსი. წიწაკა და პილტ და პაპრიკა. ხო გავფრინდებით. კაი ცხარე. იდეალური სიცხარე აქვს. იმისათვის რომ ავირიდოთ ყოველგვარი კოშტები. კიმშის მორევას ხელთათ მაინც გარეშე მაინც არ გიჩვენე. აი ციხა, ან ბავშვს ეთამაშოთ მერე. კომბოსტოს ორჯერ გავავლე. შეგიძლიათ 3-ჯერ გავავლოთ. კარგად, რომ ზედმეტი მარილი არ გქონდეს. უმჯობესია
დღეღამე აცადოთ, მაშინ დამჟავებასაც მოასწრებს ცოტა. კარგად რა გაჩნდეს. თითოეულ ფურცელში მაქსიმალურად კარგად მოვუყიოთ. ეხლა უმჯობესია დავადოთ თებში და ზევოდან რაღაც წონა. შევინახოთ უმჯობესია ხვალამდე მაცივრის გარეშე. უფრო მალე რომ ამჟავდეს. მაინც მწნილია. ამ სეზონში გაციებების ვირუსების პერიოდში აღიარებულია მსოფლიოს ხუთეულში როგორც ყველაზე ჯანმრთელი და იმუნიტეტისთვის სასარგებლო საკვები. ბავშვებო! გავიდა რამოდენიმე დღე კიმჩი მზად არის. მე არ მომბაძოთ და გირჩევთ გააკეთოთ პროპორცია თანაბრად კი არა პაპრიკა და ციცაკა. მეოთხედი ციცაკა და 3/4 პაპრიკა. ვინაიდან ძალიან ცხრალია, მაგრამ რა ვქნა ძალიან გემრიელია. სადეთ გააკეთეთ რამოდენიმეჯერ და თქვენ თვითონ მიხდებით რომელი ვარიანტია თქვენთვის, რომელი რეცეპტი თქვენთვის რომ მისაღები და ვენჯებთ სიამოვნებას.